ახალი დახვედრა მოუწყვეს თბილისის აეროპორტში გამარჯვებულ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს. სოჩში ქართველმა სპორტსმენებმა რუსეთი 15-9 დაამარცხეს, რითაც ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ჩვენებმა მე-13 გამარჯვება ჩაიწერეს და ერთა თასის გათამაშებაც დაუმარცხებლად დაასრულეს. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა სოჩის მოედნის ცენტრში ქართული რაგბის კიდევ ერთი დიდი გამარჯვების ნიშნად. ამჯერად ქართველთა ზეწოლას რუსებმა სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე ვერ გაუწევს. გამარჯვებაში თავისი სოლიდური წვლილი სოჭაში მცხოვრებმა ქართველებმა შეიტანეს. 3000-მდე გულშემატკივარი გადაუღებელი წვნის მიუხედავად ემოციურად გულშემატკივრობდა საქართველოს ნაკრებს. როგორი თამაში? სამშობლოსკენ გზა ყველაზე დიდ ემოციას უკავშირდება. გულშემატკივარს მორაგბეები ძველი შემოგვით უნდა ენახათ. ამისთვის კი მათ სამშობლოს კიდევ ერთხელ უმღერეს. გულშემატკივარმა კი მრავალნანახი მორაგბეების მოლოდინსად გადააჭარბეს. აეროპორტში მათ ზღვა ხალხი და რაც მთავარია უდიდესი სიყვარული ელოდათ. ეს კი კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა. სული და გულით არა მარტო მთელი საქართველო ველოდით და ძალიან გამიხარდა ეს გამარჯვება რომ მოხდა რადიოში უსმინე ამ თამაშს. ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო რომ არ მოგვეცა ქართულ გულშემატკივარს პირდაპირ ეთერით თამაშის ტრანსლაციის ყურების საშუალება, თუმცა ჩვენ მორაგბეებმა ყველაფერი გააკეთა წარმატებისთვის და ვილოცავთ მთელ საქართველოს. მორაგბეების თავდადებას შესაბამისად მთავრობაც დააფასებს. აეროპორტში საქართველოს ნაკრების დასახვედრად სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ფაქტობრივად სრული შემადგენლობით იმყოფებოდა. ხელმინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ ისე გაახარეს ქართული ხალხი ჩვენ ძალიან პრინციპულ და მნიშვნელოვან ხედავთ იმ ხელოვნურად შექმნილი პრობლემებისა და დაემატა ის რომ ამიტომაც და მაინც გაიმართეს ღირსეულად იბრძოლა და ამისთვის მთელი საქართველოს მართლობას მართლა ქართული თამაში იყო მაგრამ მოინდომეს და რა ვიცი მთელი თამაში მიდიოდა ძალიან დაძაბულად და მოვიგეთ რა ღმერთის წყალობით მოვიგეთ და ქართველები მართლა ძალიან მაგრად გუბალეშიკეს ქართველებმა. აეროპორტიდან საქართველოს ნაკრების ავტობუსი ქორთიართ მარიოტამდე გულშემატკივართა საპატიო ექსპორტით გაემართა.